კატასტროფების შემცირებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კვირეულის აღსანიშნავად დღეს ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში ასპინძისა და მეშვიდე სკოლა-პანსიონის მოსწავლეების შეხვედრა გაიმართა. მოსწავლეებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიკროპროექტების პრეზენტაციები გამართეს. მოსწავლეებს საჩუქრად სერტიფიკატები, მაისურები და სხვადასხვა სახის ბროშურები გადასცეს. საქართველოს მასშტაბით ჩამოყალიბდა 10 საპილოტო სკოლაში კატასტროფის რისკის შემცირების კლუბები, სადაც არიან ჩართულები ახალგაზრდები სკოლებიდან. იდეა არის, რომ ჩვენ გვინდა ესე ვთქვათ, ცნობიერება ავამაღლოთ მოსახლეობაში კატასტროფების რისკების შესახებ და საამისოდ ეს კლუბები ძალიან აქტიურად მუშაობენ, ანუ ახორციელებენ მიკროპროექტებს, რომელიც როგორც გარემოსდაცვით ფუნქციას ატარებს, აგრეთვე ცნობიერების ამაღლების კამპანია არის ამაში ჩართული. პროექტი 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და საქართველოს 10 საპილოტო სკოლას მოიცავდა, რომლის ფარგლებში კატასტროფის შემცირების რისკის ახალგაზრდული კლუბები შეიქმნა. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსწავლეებმა სხვადასხვა პროექტები განახორციელეს, სადაც გამარჯვებული 3 ქალაქის სკოლა გამოვლინდა: თბილისის, ზუგდიდის და ახალციხის პირველი საჯარო სკოლები. აგერ დაგვაჯილდოვეს, გადმოგვცეს ახლა ის ფოტოაპარატი, ტექნიკა, ამასთან ცეცხლმაქრები, აი ეს კატასტროფების პერიოდში რაც გვჭირდება ეს ინვენტარი, თქვათ ბოტებია, საკაცეებია, ну აი ეს ყველაფერი და გაგვიკეთეს პროფესიონალური საევაკუაციო გეგმა, რომელიც გამოიკვრება სკოლაში. ხადრე ჩვენ კი გქონდა, მაგრამ აი ახლა ეს მაქსიმალურად პროფესიონალურ დონეზე და აგერ განგაშიც ეს იმიტირებული გამოცხადდა, 2 წუთში დაიცალა სკოლა, ასე რომ მშობლებმა შეიძლება მშვიდად იყვნენ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში უსაფრთხოდ არიან მათი შვილები. დაახლოებით 2 კვირაზე მეტი ვიმუშავეთ ამ პროექტზე. ჩვენ ვიყავით მეწყერსაშის ზონებში, დავათვალიერეთ, რამდენად სახიფათო იყო მოსახლეობისთვის და ანუ დავადგინეთ, რომ თუ მოხდა ის შემთხვევა და ჩამოინგრა, დაიწყო მეწყერი, სკოლისთვისაც ძალიან სახიფათო იქნება. ჩვენ ამ პროექტში დიდი ხანია ჩართულები ვართ, ზაფხულში გავიარეთ ტრენინგი ბაზალეთის კომპლექსში და შემდეგ უკვე სკოლებში დავიწყეთ კლუბების ჩამოყალიბება. დღეს საქმე ვიყავი ერთ-ერთი დაზარალებული, რომელსაც ფეხი ჰქონდა მოტეხილი და მოხდა ჩემი ჩამოყვანა მეორე სართულიდან თოკის დახმარებით. ძალიან ეს კარგი გრძნობა იყო, გამოცდილება მივიღე. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა იმიტირებული ევაკუაცია გამართეს, სადაც ადგილობრივი სახანძრო, სამაშველო, საპატრულო და სამედიცინო დახმარების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებულნი. მოსწავლეები და ორგანიზატორები განმარტავენ, რომ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება მნიშვნელოვანია. მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული უნარებით გაძლიერება სწორედ აი ამ მსგავსი პროექტების დამსახურება და ჩვენ ყოველთვის მოხარული ვიქნებით მსგავსი პროექტების განხორციელების. მე მინდა ამისთვის და პირველი ის არის, რომ აუცილებელი შეიძლება ძალიან ბევრი რამე ისწავლონ ბავშვებმა წიგნებიდან, რომელიც რა თქმა უნდა გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმით, საგნობრივი კომპეტენციით, სხვადასხვა საკითხების სახით, ანუ კატასტროფებთან დაკავშირებული საკითხები, მაგრამ უმთავრესია რა თქმა უნდა პრაქტიკული უნარების გაძლიერება. პროექტი განხორციელდა იუნისეფის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლობით.